მიეცმა საუკუნო ხსენება დღეს ყველა მორწმუნეს აქვს დაობლების შეგრძნება, ეს თქვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიომ. სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილებს მან კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა სრულიად საქართველოს და კიდევ ერთხელ აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესი ზედამონტარი სისილია მეორის უზარმაზარი ღვაწლის შესახებ. ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონო ბიძინა, ყველა სამდელონო, მეუფენო, დემთავარნო, პატიოსანო, მამანო, დედანო, ძმებო და დებო. დიდია დღეს ჩვენი მწუხარება, სრულიად საქართველოს მწუხარება, მისი უწმინდესობის და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს დაობლების შეგრძნება. იმდენად გრძნობდით ჩვენ მის მამობრივ სიყვარულს, ზრუნვას, ძალას, ღვთის ძალას, რომელიც ვლინდებოდა მის მსახურებაში, რომ ვართ ნამდვილად დაობლებულები. გვანუგეშებს ღვთის წყალობა და ის დიდი ღვაწლი, რომელიც მოიღვაწა მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ და ჩვენ დაგვიტოვა. აი მრავალი ქვეყნიდან წერენ სამძებრის წერილებში და აღნიშნავენ აი მის მამობრივ ამ საოცარ თვისებას, რომელიც ცელდებოდა არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მთელ მსოფლიო მართლმადიდებელ საქრისტიანოზე. ამიტომ ეს დანაკარგი არ არის მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოს საქრისტიანოსთვის. ჩვენი გული ივსება მწუხარებასთან ერთად, როგორც გითხარით, სასოებით და იმედით, რომ უფალი მას მართალთა თანა განუსვენებს სათა სასუფეველში და მისი სახით ჩვენ შევიძინეთ კიდევ ერთი დიდი მეოხი, მფარველი, ზეციური საქართველოდან, რომელიც შეგვეწევა ჩვენ, რომ გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო ცხოვრება, სახელმწიფოებრივი ცხოვრება, ისე როგორც მას სურდა, ისე როგორც მას დაგვიბარა და გვიანდერძა, რომ შევძლოთ ერთსულოვნება, ურთიერთსიყვარული, ურთიერთშერიგება და იმ ღირებულებებზე საბოლოოდ მყარად დაბრუნება, რომლის აღორძინებაში და გავრცელებაში უდიდესი როლი შეასრულა მისმა ღვაწლმა და მისმა ცხოვრებამ. და როგორც ხედავთ